როცა საქართველოს ვსაუბრობთ, არ შეიძლება ილია თოფურიაზე არ გკითხო. ძალიან ცნობილ მებრძოლზე. მას დიდი ხანია იცნობ. ერთად ვარჯიშობდით All-Star Gym-ში. მანამ სანამ ცნობილი გახდებოდა. როცა მის ვარჯიშებს უყურებდი, ამჩნევდი, რომ ამ დონის მებრძოლი იყო. რა თქმა უნდა, მაშინ ისიც ტოპ მებრძოლი იყო ბრეივში, როგორც მე. თვალსაჩინო იყო, რომ ბევრს შრომობდა მიზნის მისაღწევად და მიაღწია კიდეც ყველა იმ უმაღლეს წერტილს, რაც ამ სპორტში შესაძლებელია. ბევრს ის არ უყვარს მისი განცხადებების გამო. სხვა ნაწილს კი ესმის, რომ ამას ბრძოლის გასაყიდად აკეთებს. ყველა რომ ჩუმად იყავს, სამდენად საინტერესო არ იქნებოდა. პირადად შევხვედრილ ვარ, ერთად გვივახშმია და გვისაუბრია კიდეც. კარგი და ღირსეული ადამიანია. ყველა ისლამისა და ილიას ბრძოლაზე საუბრობს. შენ როგორ ფიქრობ, გინდა ამ ბრძოლის ნახვა? ან შეიძლება არმანთან იბრძოლოს? მე მინდა თუ არა რა მნიშვნელობა აქვს, როგორც მაყურებელს. როგორც მაყურებელს, რა თქმა უნდა, ისლამისა და ილიას ბრძოლას ვიხილავდი. ეს არის ბრძოლა, რომელზეც ყველაზე მეტ საუბრობენ. გულშემატკივრებს ძალიან უნდათ ამ ორთა ბრძოლის ხილვა. როგორც რიგით გულშემატკივარი ამ ბრძოლას ნამდვილად უნდა